შოთა ბურჯანაძე უკვე ჩვენთან ერთად არის. პირველ რიგში მოგესალმებით შოთა. დილამშვიდობისა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს და ბედნიერ უქმებს გისურვებ. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ეკოტურიზმი ასეთი თემა შევარჩიეთ დღევანდელი ჩვენი რუბრიკისთვის, რომლის განვითარების კუთხით ბოლო წლები არის მუდმივად საუბარი, რომ აი სტრატეგია, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემუშავდა 2030 წლისთვის, აი ტოპ ქვეყნებს შორის საქართველოც უნდა ჩანდეს. მეორეს მხრივ აი დაცული ტერიტორიების კუთხით სტატისტიკას თუ შევხედავთ, მუდმივად მზარდი არის ვიზიტორების რაოდენობა, თუმცა მაინც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის ბუნდოვანია გარკვეული ნაბიჯები და სტრატეგია და თითქოს ისე ჩანს, რომ ჩვენ ახლა მივდივართ მასობრივი ტურიზმის განვითარებისკენ, რაც ძალიან ცუდია ტურიზმის სერვისისთვის და ხო და არა რაღაცა კონკრეტული აი ამ თქვათ პოტენციალის განვითარებისკენ, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს არაერთხელ გვისაუბრია, რომ გასტრომიმართულება, ეკოტურიზმი თუ ბალნეოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია. აი თქვენი შეხედულება როგორია ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით, ეკოტურიზმი როგორც ქვეყანას, როგორც წარმოაჩენს და ასევე რამდენად მივდივართ სწორად ამ გზისკენ. ძალიან მაგარი თემა გვაქვს, ალბათ ჩვენი მსმენელისთვის საინტერესო იქნება ზოგადად რა არის და რაში მდგომარეობს ეკოტურიზმის განსაკუთრებული ძალა საქართველოში. იცით რა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი, ალბათ ნაკლებად მოიპოვება მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც ეკოტურიზმის განვითარებაზე საქართველოზე მეტად იყოს დამოკიდებული. ის ბუნებრივი მრავალფეროვნება საქართველოს გეოგრაფიულით მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა არის, თითქმის კონცენტრირებულია ყველა კლიმატური ზონა. ეს არის სუბტროპიკებიდან დაწყებული მთიან ტუნდრამდეც კი. დიახ. უამრავი პარკები გვაქვს, ხო, თუშეთის, ლაგოდეხის, ბორჯომხარაგაულის და ასე შემდეგ. ასევე უნიკალური ენდემური სახეობის უძველესი ტყეები არის ჩვენს ქვეყანაში. და ეს ყველაფერი ქმნის გარკვეულწილად ერთ მიმართულებას, რითითაც შესაძლებელია დაინტერესებული იყოს ტურისტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის და ის ფაქტი, რაც სალომე შენ აღნიშნე, რომ გარკვეულწილად რაღაც ფართომნიშვნელობით ტურიზმის განვითარება ხელისშემშელი შეიძლება იყოს ქვეყანაში, დიახ, ეს ნამდვილად გარკვეულწილად პრობლემებს მოიტანს, მაგრამ ის პოტენციალი, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია ეკოტურიზმის კუთხით, ეს აუცილებლად გამოსაყენებელია. ჩვენი ქვეყანა, საქართველო არის უნიკალური იმ კუთხით, რომ გასტრონომია, რომელიც არის ჩამოყალიბებული, არის დაფუძნებული ტრადიციებზე და ასე ვთქვათ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხალხური გასტრონომია. ანუ ეს არ არის, ასე ვთქვათ, შექმნილი შეფების მიერ შექმნილი კერძები. ვთქვათ, რაღაც გარკვეული წლების წინ, როგორც მაგალითად ჩვენი მსმენელისთვის რომ იყოს ცნობილი რას გულისხმობ, მაშინ პირობითად საქართველოში ნაცნობი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ქვეყნისთვის, ჩვენ ქვეყნისთვის ცეზარი შექმნა პიროვნება ცეზარმა იტალიელმა მექსიკაში. და შესაბამისად ესეთი კერძები ჩვენთან არ არსებობს. ეს არის ხალხურზე დაფუძნებული და ზუსტად ეს ეკოტურიზმის განვითარება არის ის, რომ ტურისტი შესაძლებლობა ექნება არა მარტო თქვათ დედაქალაქში მოიხიბლოს იმ შესაძლებლობას, რაც აქვს, არამედ ტურისტი ჩავიდეს რეგიონებში და შესაბამისად არა რესტორნით იყოს მომსახურება მიღებული, არამედ იქ ადგილობრივი მოსახლის სახლში სტუმრობითაც კი, რომელიც ჩვენ წინა გადაცემაში გავაჟღერეთ ტურისტის დეპარტამენტს აქვს ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული და ძალიან მაგარი საქმე არის ეს ყველაფერი. და ბალანსის აუცილებლად დასაცავია ტურიზმისა და ბუნების დაცვას შორის, არ უნდა მივიღოთ მასობრივი ტურიზმის მავნე შედეგები და ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა და საქართველო ამით დაცული უნდა იყოს და ზუსტად იმ თემას, რასაც თქვენ ეხებით და რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ზუსტად ამ კუთხით განვითარებას საჭიროებს და აქ კანონის მოქმედება, სტრატეგიის დასახვა აუცილებელია და უმნიშვნელოვანესი არის, რომ ჩვენ არა ტურისტების ასე ვთქვათ სიმრავლით ვიყოთ გადაყლაპული, არამედ ტურისტების სიმრავლით ვიყოთ აღფრთოვანებული.
აი ეს სტრატეგია, რომელიც ქვეყანამ უნდა განავითაროს, პირდაპირ მნიშვნელობით ეკოტურიზმის სტრატეგიას წარმოადგენს. კი ბატონო, თქვენ ბატონო შოთა ბიომრავალფეროვნების ასპექტს გაუსვით ხაზი და ნამდვილად დაგეთანხმებით ავთენტური კერძები და ყველაფერი ეს ბუნებრივია დიდ პერსპექტივებს აჩენს. თუმცა მეორე მხრივ რომ შევხედოთ რამდენად ამ ეტაპზე ესეთი ტიპის მიღებებისთვის რაც ეკოტურიზმია მზად ვართ, თუნდაც იგივე კერძებთან აი სახლურ გარემოში, თუნდაც ეს მიმართულება, თუნდაც რაც ბიომრავალფეროვნების დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურა, ამ ეტაპზე რამდენად გვაქვს უკვე ეს საერთოდ არ არსებობს, ნოდო ეს ვითარება. ამაზეა ზუსტად საუბარი და ეს არის ამიტომაც არის ძალიან კარგი თემა რომ შეარჩიეთ რომ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ ქვეყანა. ჩვენ ვიგრძენით ქვეყნისადმი ინტერესი, შევიგრძენით რომ ტურიზმი არის ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი დიდი შესაძლებლობა, დიდი როლის მოთამაშე და დაინტერესება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ ძალიან დიდი არის და შესაბამისად ამას უნდა მოვერგოთ. ზუსტად ეს არის, რომ ის რაც აქამდე არ გაკეთებულა, ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ შენარჩუნებული იქნას ის უნიკალურობა, რაც გვაქვს, გაძლიერდება ამითი სოფლური და ადგილობრივი თემები, რაც ასე გამოწვევაა, ხო, დღეს? დიახ, რა თქმა უნდა და აი ეს არის სტრატეგიაზე, როდესაც ვსაუბრობ, რომელიც დღეს არ არსებობს. ამისთვის მზად კი არა ვართ, უბრალოდ არ არსებობს ეს თემა. აი, ნაბიჯებზე რო ვისაუბროთ, ესეც საინტერესოა, აბსოლუტურად გეთანხმებით პათოში ბატონ შოთა რაც თქვენ ახსენეთ. თუმცა ნაბიჯ რომ მივყვეთ, რითი უნდა დავიწყოთ რეალურად? აი, სალომემ შესავალში ახსენა დაცული ტერიტორიების მიმართულება, აქ შედარებით ზარდი დინამიკა გვაქვს, მაგრამ აი, ელემენტარულად ყველა ის დამახასიათებელი სიკეთე და სილამაზე რაც ეკოტურიზმს გააჩნია. რეალურად საიდან იწყება? ეს უნდა იყოს თუნდაც იგივე მოსახლეობაში რაღაც საინფორმაციო კამპანიები და ასე შემდეგ, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ რა სარგებელი შეიძლება მიიღონ, მხოლოდ იმით, რომ აი ესეთ საოცარ ადგილებში მდებარეობენ და რა ეკონომიკური საქმიანობა, მათი ფინანსური მხარე, აი, ბევრი რაღაც შეიძლება, ხო, მაგრამ თქვენ რას გულისხმობთ და რას ფიქრობთ საწყისი რა შეიძლება იყოს, საწყისი ნაბიჯები? ანუ, პირველი ბუნებრივი მრავალფეროვნება, რომელიც ვახსენეთ, ხო? ადამიანები, როდესაც არიან დაინტერესებული სხვადასხვა ინტერესები გააჩნია, ყოველთვის არ არის ერთი და იგივე ინტერესი კონდეს ჩამოსულ ტურისტს. პირობითად მილიონი ტურისტიდან შეიძლება ინტერესი კონდეს ვიღაცას მიიღოს საქართველოში არქიტექტურული შესაძლებლობების ნახვა. შემდეგ შეიძლება გასტრონომიული მიმართულება ვიღაცა იყოს დროს გასატარებლად, ვიღაცას ბიზნესი აინტერესებდეს და დაინტერესებული იყოს ადამიანები ეკოტურიზმით, რომელიც მოიცავს მრავალფეროვნებას, აი იმაზე რაზედაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ მრავალფეროვნული გეოგრაფიულად პატარა ქვეყანა, მაგრამ ძალიან ბევრი კლიმატური ზონები არის. აი ამ მიმართულებებით სხვადასხვა თუშეთი იქნება თუ ლაგოდეხი და ბორჯომხარაგაული იქნება დასათვალებად. ეს არის ერთი მიმართულება, რომლითაც დაინტერესებული ტურისტი შეიძლება ჩვენ დავაკმაყოფილოთ. ეს მარტივი ასე არ არის, რომ იმას სურვილი აქვს და უცებ ჩვენ ვაკმაყოფილებთ. ამას თავისი ინფრასტრუქტურა ჭირდება. ეს არის ამ ნაბიჯები გადადგმული, რომ როგორ მივიყვანოთ ჩვენი ტურისტი იქამდე, რის ინტერესი მას აქვს და შემდეგ როგორ მივიტანოთ ეს ინფორმაცია მაქამდე, რომ ჩვენ ეს გვაქვს. ეს არის გადასაჭრელი და ამისთვის უნდა გადაიდგას ნაბიჯი. მეორე, რაც ახლა ჩვენ უშუალოდ ჩემს სფეროს შეეხება გასტრონომიული კუთხით. ნახეთ, თქვენ ხშირად ჩვენს ქვეყანაში უკვე არსებობს, ხშირად შეგინიშნავთ ღვინის გზა, ხო? წარწერა არის, სადაც არის ეს მიმართულება, რომ სადღაც არის ღვინის მარანი, რომელიც შეიძლება ესტუმრო. არსებობს ჩამოყალიბდა ყველის გზა, სადაც ყველს საკეთებენ და შესაბამისად შეიძლება ეს შეთვის. ასევე შესაძლებელია და ტურიზმის დეპარტამენტის ეს პროგრამა არის ახალი, ასე ვთქვათ, პროექტი, რომელიც მიუთითებს ასევე ვთქვათ, პირობითად ვამბობ, ნუნუს ხაჭაპური. კი ბატონო. და შესაბამისად მიმართულება ექნება, რომ ადამიანი, რომელიც მოგზაურობს სხვა რეგიონებში, შესაძლებლობა ექნება, აი იქ ადამიანს როგორ ამოყავს ყველი, შემდეგ ამ ყველით ხაჭაპურს როგორ აკეთებს. დიახ, სადაკეთებ. აი ეს არის შესაძლებლობები. რთული არის საწყისისთვის, მაგრამ როდესაც იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ დაიწყება ეს და თქვათ პირობითად დღეს ქვეყანაში რომელიმე რეგიონში გვექნება სულ რაღაც 3 თუ 4, როდესაც ადამიანები ამას დაინახავენ, რომ ეს არის სარფიანი, ასე ვთქვათ, ცოტა უხეშად, რომ
შესაძლებლობა აქვს რომ მისი აი როგორც ჩვენ თითოეულ ადამიანს ჩვენი ბებიების, დედების გაკეთებული საჭმელი შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ყველაზე საუკეთესო არის ზუსტად ესეთი მიღება იქნება და ის ტრადიცია რა ჩვენ სტუმარმა მსმენელობა გვაქვს ეს ენერგიით იგრძნობა საქართველოში და ენერგიის გარდა ეს უშუალოდ უბრალოდ პრაქტიკულ რეალობაში გადავა ესე შეიძლება განვითარდეს ამას სჭირდება სტრატეგია ამას სჭირდება რა თქმა უნდა თანხების ჩადება რომ მინიმალურ დონეზე იყოს აყვანილი იქ მომსახურების შესაძლებლობა დაცული უნდა იყოს პირობები რომელიც სახლში ადამიანს თავისთვის შეიძლება აკმაყოფილებს მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით ტურისტს მოსახებულობ შეიძლება რაღაცები გამოსასწორებელი იყოს ჰიგიენას ისუფთავე და ასე შემდეგ ხო ამასაც გვიხარდა აი ეს არის ზუსტად რომელიცაც დაინტერესებული არის ტურისტების გარკვეული რაოდენობა რომ ესეთი მომსახურებები მიიღოს ეხლა მაგალითად ვიღაცას აინტერესებს რომ ლაქშერი მომსახურება ქონდეს ის ასეთ ვითარებაში არ წავა არავითარ შემთხვევაში მაგრამ ვიღაცას აინტერესებს კულინარიული თქვათ სიამოვნება მიიღოს სხვადასხვა კუთხეში პირდაპირ უშუალოდ არ არის ესეთი ხო ძალიან ბევრია ბატონო შოთა ზუსტად ეგ არის აი უცხო ქვეყანაში რო ჩადიხარ და კულინარით ხარ დაინტერესებული ზუსტად ის ავთენტურობა და რაღაც პირველ წყარო გინდა და აი თუნდაც ჩვენთან აი სოფლები ახსენეთ თქვენ იქ ბებია ბაბუები თითქოს აი ესე აღიქმება რომ აი გაკეთებული კერძი არის თითქოს პირველ წყარო და შემდგომში რესტორანში რაღაც მოდიფიცირება და შე მაგრამ იქაური გემო და საწყისები ბევრი ინტერესში არის რა და ნამდვილად აბსოლუტურად ზუსტად ეს არის რომ როდესაც კითხვა დაისვა რა უნდა გავაკეთოთ ესე უნდა გავაკეთოთ ესეთი ნაბიჯები უნდა გადაედგეს ეს თავიდანვე უცებ ბევრი არ იქნება მაგრამ როდესაც თუნდაც ეხლა დასავლეთში როდესაც მიდიხართ ზესტაფონთან არის ასე ვთქვათ ესე სახლური მომსახურების შესაძლებლობა რომელმაც ძალიან გაითქვა სახე და შესაბამისად საინტერესო გახდა როგორც არამხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლისთვის, არამედ ტურისტებისთვის. მე ყოფილი ვარ რამოდენიმეჯერ და მინიმუმ როდესაც ხო 4-5 მაგიდა ყოფილა იქ 3 მაგიდა უცხოელი ყოფილა. ნახეთ აქ დაინტერესება არა მხოლოდ ტურისტის მხრიდან შეიძლება არსებობდეს, არამედ დაინტერესო ტურისტი. როდესაც ჩამოდის ჯგუფი ყოველთვის ჯგუფს ხშირ შემთხვევაში თავისი გიდი ყავს, მას აქვს შესაძლებლობა შეთავაზოს, რომ თქვა დღეს შეგვიძლია ვესტუმროთ ნინა ბებიას, მასთან თქვა წიწილი შეგვიწვას და ხაჭაპური გაგვიყვება, ხალი გაგვიყვება, თუ არის თქვენთვის სულ სახში ვესტუმრებით. ღირს პირობითად კაცი ამდენი ლარი. დიდი სიამოვნებით გაკეთება, ხო, რაც თქვენ ეხლა ბზანეთ, რომ ამით დაინტერესებთ, ჩვენს ესეთი გვინდა, ხო? იტალიაში რო ჩახვალ ადამიანი ძალიან ლამაზი არის. ის არქიტექტურული საოცრებები არის შეიძლება მთელი წელი რო დარჩე ერთი ქალაქი ვერ დაათვალო იმდენად დიდი არის ტურისტ მაგრამ მიუხედავად ამისა ყובה როდესაც გინდა განიცადოს აუთენტურობა და არა ტურისტულ ადგილზე პიცა რაც შესაძლებელია კონდეს იტალიას ხო აი დაახლოებით ეს სიტუაცია გვაქვს და ჩვენ ამ პატარა ქვეყანაში ეს უფრო მარტივად გასაკეთებელია იმიტომ რომ მრავალფეროვნება ამ პატარა ქვეყანაში დიდი არის და შესაძლებლობები გვაქვს ამისი ყველა ქალი მინიმუმ თუ მამაკაცი არა მამაკაცი ალბათ თავში ვიგოთ ყველა ქალი საქართველოში არის საუკეთესო მზარეული დიდი მადლობა მადლობა ბატონ შოთა მე მაქვს ერთი იდეა სხვათა შორის შეგვიძლია ჩვენ სიყვარულიდან გამომდინარე ხინკლის გზაც მოვიფიქროთ რაღაცა ესეთი ბიზნეს კონცეფცია რატომაც ეს არის ზუსტად ის სწორი მიმართულება რაც ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად საინტერესოს გახდის და დაზედათ ჩვენ ბოლო გადაცემებია საუბრობთ ორი მიმართულებები იქნება ასე ვთქვათ სახლური გასტრონომია და მიმართულება რომელსაც უფრო დიდი სარესტორნო გასტრონომია ინდუსტრიული გასტრონომია ქვია კი ბატონო დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ და მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ეს იყო შოთა ბურჯანაძე